გესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ჩემი აზრი გაგიზიაროთ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა უკრაინაში არსებულ სასარგებლო ძვირფას წიაღისეულის საბადოებს. და ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ ეს საბადოები გადავიდეს ამერიკის შეერთებული შტატების მფლობელობაში. იმის სანაცვლოდ, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკა ეხმარებოდა ფინანსურად თუ შეიარაღებით უკრაინას. და ბუნებრივია, აქ ჩდება ერთი ლოგიკური კითხვა. საინტერესოა 2008 წელს კოლექტიური დასავლეთი ჩვენ რა საზღაურს მოგთხოვდა მსგავს დახმარების შემთხვევაში. ბორჯომს, მარგანეს თუ რამე სხვას. და სამწუხაროა ეს ყველაფერი. უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება იმ ყველაფერზე, რაც მათ უკრაინას დამართეს თავიანთ ქვეყანას, თავიანთ სამშობლოს. გამომდინარე იქიდან, რომ ომის დასრულების შემდეგ ის 4 ოლქი, რომელიც რუსეთმა დაიკავა, ყირიმს აღართვლი, და პლუს დასავლეთ უკრაინაზე სერიოზული პრეტენზიები გააჩნიათ რუმინეთს, უნგრეთს და პოლონეთს. აი დარჩენილ უკრაინაში, რაც კი რამ სასარგებლო წიაღისეული იქნება, ეს იქნება ამერიკის მფლობელობაში. ყოველ შემთხვევაში ტრამპს ასე სურს, ასე წარმოუდგენია და ამ 2 კვირის განმავლობაში, რაც მან ქმედებები განახორციელა, რაც მას სურს, რაც მას წარმოუდგენია, როგორც წესი, იგი წარმატებით აღწევს. და აქ მხოლოდ ერთი რამ შემილია ჩემი აზრი გამოხატო წუხარება, რომ ამ უკრაინელ ხალხს ფაქტობრივად არაფერი არ რჩება. წაგებული ომი, დაშლილი ქვეყანა და პლუს ის ქონება, რაც მათ ბუნებრივად ეკუთვნოდათ, ისიც აღმოჩნდა თურმე, რომ მათ განკარგულებაში აღარ იქნება. და მეორე თემა, ეს არის USAID-ის თემა. მე მაგალითად მოხარული ვარ, რომ USAID ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა, შესაძლოა ეს ადრე იყო გასაკეთებელი და ეხლა უბრალოდ მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააშკარაოზე გამოიტანოს უпростоრეთ USAID-ის დახმარებების ადრესატები და ამ ტრანშების დანიშნულების მიზნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. სამშობლო უნდა იცნობდეს თავის გმირებს და ეს ჭირდება, როგორც აწყობთ საქართველოს, ასევე საქართველოს მომავალს. რომ მსგავსი რამე აღარ გამეორდეს. რაც შეეხება USAID-ს, აქ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ტრამპმა, როგორც ყოველთვის ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჟურნალისტებმა შეეკითხეს მას, რომ დავუშვათ წინა კადენციის დროს რატო არ გააუქმა USAID და მან უცნაური პასუხი გასცა, რომ სტრუქტურულად ეს გამართული სამსახურია, უბრალოდ სტაფი არ ვარგოდაო. ეს იმას ნიშნავს, რომ USAID-ის ნარჩენებზე, რომელიც აქვე ვთქვათ, რომ შეუერთდა სახელმწიფო დეპარტამენტს და მარკო რუბიოს დაქვემდებარებაში გადავიდა, ამ ნარჩენებზე, როგორც ჩანს, მსგავსი სამსახური კვლავ ამოქმედება. შეიძლება ნაკლებად აგრესიული, მაგრამ მაინც იქნება. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საგარეო პოლიტიკის ტრეკზე მსგავსი სამსახური ჭირდება. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. ეს იყო ის, რაც ამ დროისთვის მინდოდა მეთქვა, აი ამ საკითხთან დაკავშირებით და რეზუმეთ იმის თქვა შემიძლია, რომ ისეთი მცირე ქვეყნის ხელისუფლებამ, როგორც საქართველოა, უნდა გამოიჩინოს გამჭრიახობა, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. და აქ ამბობენ ამერიკაში, რომ სწორედ დროს და სწორედ ადგილას უნდა შეხვდე მსგავს ვითარებას. და მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დროს და სწორედ ადგილას უნდა შეხვდე მსგავს ვითარებას. და მე იმედს ვიტოვებ, რომ
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს უკრაინის მსგავს ვითარებაში. დიდი მადლობა დროებით და ყოველ ახალ ნიუსთან დაკავშირებით მე ჩემ აზრს მოგახსენებთ ხოლმე.